უბრალოდ ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვაქვს რომ კონდეს უწყლობა მედია საშუალებებთან რომ ამ მედია საშუალებების მეშვეობით ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერს დღეს უკვე აქვს ქობულეთშიც და უკვე ხელვაჩაუშიც და უახლოეს დღეებში მთელ აჭარაში ეკნება გამარჯვების შტაბები. Ჯერა რომ აი წარწერა კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო ათასობით საინტერესო ადამიანს გადაიქცევა ცვლილებების მთავარ სიმბოლო. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ახლებური მიდგომებით, ახალ პრობლემებსა და ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშე ივანიშვილმა დააყენა მთელი საქართველო, ჩვენ უნდა უპასუხოთ ახალი მიდგომებით, ახალი ადამიანებით. შედეგზე ორიენტირებული კოალიცია, რომელსაც სურს ისეთი მომავალი იყოს აჭარაში ყველა ბავშვისთვის, ყველა დასული ადამიანისთვის, ყველა გამოცდილი ადამიანებისთვის, სადაც შევძლებთ ელემენტარულ ცხოვრების დაგეგმვას. დღეს გვაქვს ცხოვრება, სადაც ერთი დღით შეუძლებელია დაიგეგმოს ცხოვრება. ამიტომ ერთადერთი რამ გჭირდება ახლა, გჭირდება რწმენის გაძლიერება, გჭირდება იმის დაჯერება, რომ გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე მოწინააღმდეგეს სჯერა. ვერ გაყავდება არჩევნები. არ ყავდება არჩევნები, როდესაც ყველანი მივდივართ არჩევნებზე. მადლობა ღმერთს აღარ არის ორტურიანი არჩევნები, მადლობა ღმერთს აღარ არის ის მადაღებული მაჟორიტარული ოლქები. ძალიან ბევრი ადამიანი წელს ქართულ ოცნებას ზურგს აქცევს და ეს ბევრი, როდესაც არის ნახსენები, ასობით 1000 ადამიანია. აქ არ არის საკითხი მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაში, რომელიც სახელმწიფოებრივად არის ძალიან, რა თქმა უნდა, ტკივნეული ყველა პატრიოტისთვის. მაგრამ ცინიკურია, დამამცირებელია იმის ყურება, როგორ დიდრდება ყველა ივანიშვილიდან დაწყებული, კალაზით გაგრძელებული და არ ვიცი კობახიძით დამთავრებული და როგორ ღარიბდება მთელი საქართველო. არ შეიძლება ხახნო ყველაზე განუვითარებელ სახელმწიფოებშიც კი აღარ კადრულობენ იმას, რასაც კადრულობს მაგალითად კალაძე, ქართული ოცნების მთავარი სახე, დედაქალაქის მერი, რომ 500.000 ევროთ შეფასებული მანქანით თავი მოიწონოს მაშინ, როდესაც ათობით 1000 ადამიანი 450 გრამს საბარებს 50 ლარი სახში მიიტანოს და ელემენტარულად გამოყვებოს შვილები, ხო? ეს არის ცინიზმი. ეს არის ცინიზმი, რომელიც ყველაფერთან ერთად უნდა დასრულდეს. ამიტომ მოვიკრიბოთ უნდა ძალები კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი სექტემბრიდან ძალიან აქტიურ კამპანიას დაიწყებს სიმართლით, ღირსებით და იმ ყველა ნიშანით, რომელსაც აქვს ადგილი კოალიცია ცვლილებების 4 ნომერში, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა პოლიტიკური გაერთიანებისგან. აქ სიტყვას აქვს ფასი, პრინციპებისადმი ვართ ერთგულები, ჩვენთვის უპრინციპობა არის მიუღებელი, ჩვენთვის თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ სხვადასხვა ბიოგრაფია გვაქვს პოლიტიკური, ჩვენ ვართ ხალხი აქ, ვინც პრინციპებისადმი ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა და საპარლამენტო მანდატები რომ არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, ეს დაგვიმტკიცებია ყველას, ვინც აქ ვდგავართ. ჩვენი საპარლამენტო მანდატები დაგვიდია, იმიტომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არ არის პარლამენტში ყოფნა. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის ცვლილებები. შემთხვევით არ ქვია ამ კოალიცია ცვლილებისთვის. ცვლილებები, რომელიც უნდა აისახოს ხალხზე და არა ჩინოვნიკების ჯიბეებზე. ამიტომ წარმატებები ქობულეთს, წარმატებები ბათუმს, აჭარას და საქართველოს და წინ გამარჯვების 2 თვე ნახევარზე მეტი არა, ნაკლებია დარჩენილი. მაშინ ასე თქვენ უსმენთ ნიკა მელიას განცხადებას, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები რეგიონებში განაგრძობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.